ტან აბა როგორ ახარ ხალხო გიოს ერთი სიტყვით ახასიათებას ვინც თხოვს ხოლმე ყოველთვის ვეუბნები რომ ცოცხალი იყო თქო. ყველას ცოცხალი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე გამეცნია. დაიწყო ჩვენი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი. ასეთი სასწავლო ვარ, შეხედეთ ჩოხა, დროშა, შუბი და ვირტუალური რეალობის ჩანდა. ალბათ ყველაზე მთავარი რაც მან შეძლო ეს არის მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, მან ძალიან სწრაფად და სწორად მიაგნო ცხოვრებაში საკუთარი თავის დანიშნულებას. ტექნოლოგიურად რო ვთქვათ, გაშიფრა მატრიცა. ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ეს გააკეთოს, რომ იპოვოს თავისი თავი და არ არის აუცილებელი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაღაცა გააკეთო ის ბიზნესი, სადაც 3 წელიწადში რამდენიმე 10 მილიონი მომხმარებელი გეყოლება. შენ შეიძლება სულ 100 ადამიანს მოემსახურო მთელი შენი კარიერის განმავლობაში, მთელი შენი ბიზნესის განმავლობაში, მაგრამ ამ 100 ადამიანმა გადაწყვიტოს სამყაროს ბედი, ამას ადამიანში იყოს ის ადამიანი, ვინც შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ. შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთო და ცალსახად მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც შენ შეგიძლია და არავის შეუძლია სხვა. What drew Gio to Startup Grind were the values. And the values are give first, help others, and make friends, not just contacts. And for Gio, that was very, very deep, authentic values that resonated with who he was and how he wanted to be in the world. ის ღირებულებები, რატომაც Startup Grind შეუერთდი და ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემთვის არის შეიძინე მეგობრები და არა კონტაქტები, ეს არის რამაც მაპოვნა ძალიან ბევრი მეგობარი ამ სტარტაპ ეკოსისტემაში და ამ სტარტაპ ეკოსისტემის გარეთაც და რისი წყალობითაც ძალიან ბევრი რაღაცა ხდება. The main point was that everybody was on the same page. So and after that ერთხელაც მოვიდა გიორგი ჩემთან და ზალთან და შემოგთავაზა რომ რაღაც პროექტში ჩავერთეო და კონფერენციაზე გვინდა წავიყვანოთ რამდენიმე სტარტაპია Silicon Valley-ზე. ამერიკაში მაშინ არც ერთი არ ვიყავით ნამყოფი ჩვენი საქმიანობისთვის ეს რაღაც საკმაოდ ისეთი დიდი ნახტომი იქნებოდა თუ შევძლებდით და რაღაცით ჩვენ საქმიანობას დაუკავშირდებდით Silicon Valley-ს. საქართველოს უკვე რაღაცას წარმოადგენს, რა თქმა უნდა Silicon Valley-ს ვერ შევადრებით კიდე. ცოტა დრო დაგჭირდება, მაგრამ სახელი უკვე მოვიპოვეთ, ეს თითოეული ნაბიჯი მაგას იმაშება და უკვე ის რომ შენ საქართველოსდან ხარ, არ ვიცი ვინ ხარ, რას აკეთებ, ეს მომენტი უკვე აღარ არის. უკვე დადის გუნდზე რა წარმატებისთვის მიგიღწევია და აი ეს ნაბიჯი გვაქვს უკვე გადასალახი. საბოლოო ჯამში ფაქტიურად ის ახალი ეტაპი, რაც ჩვენ ცხოვრებაში დაიწყო ამერიკის ბაზარზე შესვლით და იქ ჩვენი ძალის მოსინჯვით ეს შესაძლებელი გახდა აი იმ პირველი ჩვენი ვიზიტით და ეს არის გიორგის დამსახურება. ყველას გონია რომ Silicon Valley-ში სხვანაირად სუნთქავენ და სხვანაირი ხალხი დადის და სხვანაირ პრობლემებს ეჭიდებიან, მაგრამ აი თუნდაც აი პულს არის მაგალითი რომ ჩავედით და იქ მე თვითონ ვესწრებოდი რამდენიმე შეხვედრას, აღმოჩნდა რომ არაფერ განსხვავებულ ტექნოლოგიებს არ ეჭიდებიან, ანუ პირიქით ესენი რაღაც კუთხით უფრო მეტ გამოწვევებს და უფრო ისეთ რაღაცებს ეჭიდებიან, როგორცაც Facebook-ი ეჭიდება და უბრალოდ საჭირო რაოდენობის ხალხს არ ვიცნობთ, ეს ერთი რომ კარები გაგვიღონ. იქ სადაც ჩვენ მოგვიხსენეთ და ამიტომ შეიძინეთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და ეცადეთ რომ პირველ რიგში სხვებს დაეხმაროთ. ახალგაზრდა მეწარმეების სწავლებაში ძალიან დიდ არს ხედავდა, დიდ შინაარსს ხედავდა და მართლაც ეს ამოძრავებდა მას. არაერთხელ ვთქვამს, რომ ეს არის ის, რაც მართლა აზრიანია და ის, რაც სხვა რაღაცებთან შედარებით მისთვის მნიშვნელოვანია. როცა ვიღაც ახალი გამოჩნდებოდა და რო ვეკითხებოდი, რომ აბა ესენი ვინები არიან და რას აკეთებენ, გეგონებოდა მისი სტარტაპი იყო ისეთი ანთებული თვალებით მოყვებოდა, რომ აი ისეთ მაგარ რაღაცას აკეთებენ და აი რა კარგები არიან, რომ მუშაობენ და წინ მიდიან. გიორგის აბედნიერებდა თუ სხვას ეხმარებოდა და ეს სხვა წარმატებას მიაღწევდა გიორგის რჩევის შედეგად.
ყოველთვის ესეთ რაღაცას გვეუბნებოდა ხოლმე ზოგადად მეც და ყველა ალბათ მის მოსწავლეს, რომ მე არ მაინტერესებს მიზეზები, რატო ვერ აკეთებთ ამ კონკრეტულ რაღაცას, რისი გაკეთებაც გინდათ. მე მაინტერესებს, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ის ყველაფერი გამოგივიდეთ, რასაც ფიქრობთ და რაც გინდათ, რომ გაკეთდეთ. ყველაზე უახლოესი ჩვენი მიზანი იყო მეხუთე ბავშვი და უნდა და კერნელი ისეთ მდგომარეობამდე მieყვანა, რომ აღარ ყოფილიყო საჭირო მთელი დღე ოფისში ყოფნა და შეძლებოდა მაქსიმალურად ადამიანებს დახმარებოდა. As long as I've known Gio, he had never found the challenge that he was really animated by. You know, the community building stuff was nice, we did a lot of wonderful things, but Colonel, there was this light in his eye, especially when he became CEO. And he wanted to do things that were challenging enough that they were scary. That if you're not afraid of your goals, you're not stretching yourself. And so Colonel was his stretch goal. საზოგადოებამ მიცის კერნელის არაჩვეულებრივი წარმატებები, აი ამ ქართული სტარტაპის წარმატებები, რომელიც ძირითადად ინდოეთში ოპერირებს კერნელი, სადაც მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურება. კერნელის ძირითად მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტებისა და პროცესების გაციფრულება წარმოადგენს. ეხლა მივიდივართ სან? დადარი, მერე? მერე ალბათ არ ვიცი, ფორდი კროუფორდ მარკეტი სადმე მან გავიგოჩია. ბომბაი. ჭეშმარიტი ბომბაელები, ბომბაიში ჩავდივართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რატომაც ინდოეთის ბაზარს შევეჭდეთ, ერთად ის იყო, რომ აქ იყო საშუალება, რომ რაღაცა გავუეთებინათ ძალიან დიდ მასშტაბზე, ისეთ არ ნახულ მასშტაბზე, რომელსაც არ გაკეთებულა არაფერი. გიორგის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აი პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა მასშტაბში. 17 წლის განმავლობაში გიორგი დაღლილი არ გვინახავს არავის. შესაბამისად, რა იყო მისი უშრედი ენერგიის წყარო, წარმოდგენა არ გვაქვს. სულ ყველანი მეუბნებოდით, რომ მისი ნახევარი ენერგიაც რომ ქონოდა ჩვენი ცხოვრებები საერთოდ სხვაგან იქნებოდა. შეძლო ძინებოდა 3-4 საათი თვეების განმავლობაში და მისთვის ეს პრობლემა არ ყოფილიყო. ზერელით არაფერს არ აკეთებდა. ყველაფერს თავიდანვე. ბევრი ის არ ჭირდებოდა თხოვნა ხვეწდა, რომ ემეცადინა, წაეკითხა, წიგნი თავიდანვე შევაყვარეთ. ერთ-ერთი ჩემი ნარკოტიკი არის სწავლა და დღემდე ანუ შარშან წავიკითხე 200-ზე მეტი წიგნი რა და ანუ ვერ ვჩერდები ეს არის ნარკოდამოკიდებული ვარ ჩვეულებრივი და ეს ანუ საამაყო არ არის ეს ჩვეულებრივად ეს ის რო არის რასაც ოჯახს ვაკლებ და ჩემ შვილებს ვაკლებ ანუ არ ვამაყობ მაგით და აი მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ ჩემი ცოდნისა რაც იქ ვისწავლე შემიძლია ვთქვა რომ არანაკლები ცოდნა მომცა ჩემი ბიზნესის კეთება ყოველთვის ამბობდა რომ ჩემი სუპერ ძალა არის რწმენა. ამას ყოველთვის ამბობდა და ყოველთვის ამართლებდა თავისი ქმედებებით ამას, იმიტომ რომ ისეთ მომენტებში, ისეთ რთულ მომენტებშიც კი ინარჩუნებდა თავის ხედვას და ვიჟენი რაც ჰქონდა პიროვნულად ოჯახისთვის, უკერნელისთვის და შემდეგ იმდენად ახერხებდა თავისი ამ მომავლისადმი დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებას, რომ ამას ყოველთვის უმადლოდა თავის რწმენას. ყოველთვის ცდილობდა რომ ჩაწვდომოდა საგნის არსს და უბრალოდ ესე მშრალად აი მაგალითად ეს არ უნდა გავაკეთო, ან ეს უნდა გავაკეთო, აი ესეთ კითხვები არ ისმოდა მისგან. ინტერესდებოდა ძირითადად ეგრეთ წოდებული ანთროპოლოგიით. რაც არის ადამიანის ბუნების შემსწავლელი მეცნიერება და ცდილობდა რომ საკუთარი თავი შეესწავლა ქრისტიანული, ანუ ესე იგი წმინდა წერილის მოძღვრების შუქზე. მართლა აკეთებდა ამას თავის საქმეში, ჩვენ საქმეში და ყველას გვეხმარებოდა და ეს იყო მისი ბედნიერების გასაღები. და ამ ბედნიერებას ასხივებდა, ყველასთვის იყო აშკარა. ის პირველ რიგში იყო ქრისტიანი და თავისთავად ეს არის ქრისტიანული მოძღვრება, სხვა არაფერი. So for him, it wasn't so much a goal about like making a bunch of money. Like he never was interested in like buying a fancy car or whatever. It's like, I want enough money that my family's taken care of. And I feel like I've been responsible in that way. And maybe get a bit of land in Kaheti, you know, grow some vegetables.
and be able to choose what to focus on and have an opportunity to teach and not have to worry about the material aspects. ჩემ მოკლედ დიდი რჩევაა რომ იყავით თამდავლები, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეუძლია ისეთი რაღაცა გასწავლოთ, რაც ვერასად ვერავინ ვერ გასწავლით. Შეიძინეთ მეგობრები და გახსენეთ საზღვრები და ქართულობას დამიჯერეთ, არ დაკარგავთ. თუ რამე პირიქით ქართულობას სამითი შეიძენთ და დაუბრუნდებით ნამდვილ ჭერში, მაგრამ ქართულობა. ძალიან თავისუფლად შეეძლო ითქვა რაღაც მომენტში, რომ აი ცირა მე ეს რაღაცა არ ვიცი. მოდი ვისწავლი. ან მე დახმარება მჭირდება. გიორგის რჩევა მახსენდება ერთი განსაკუთრებით ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე რომ ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარ გეოდა თუ ერთ მიზეზს მაინც იპოვიო ან ერთ ამბავსო როცაო გაიხსენებო რომ ვერავის ვერ დაეხმარაო, ეგ დღეო არ ჩათვალო ნაყოფიერათო და რაღაცნაირად ჩემი ცხოვრებაც ვცდილობ რომ ისე დავალაგო რომ ყოველ დღე ვიღაცას ერთ ადამიანს მაინც მოვუტანო სარგებელი ჩემი არსებობით. ანუ ვისაც გაიცნო და დაინახავ და პირველი რაც მოძდიოდა იდეები და ეს თავში რომ როგორ დავეხმარო ადამიანს და ამ პრინციპით ცხოვრობდა და გონია ეს ჩვენთვის ყოველთვისაც უნდა იყოს მაგალითი. გიორგისთან მუშაობამ ბევრი რაღაცა მასწავლა, არა მხოლოდ საქმიანი კუთხით, ადამიანური კუთხითაც, თუმცა აი პროფესიული კუთხით უნდა გამოყო ორი რაღაცა ყველაზე მთავარი რაც იყო, არის რომ საზღვარი და ლიმიტი არის მხოლოდ ის, რასაც ადამიანი თავის თავს დაუწესებს და დაჟინება და თანმიმდევრულობა, კონსისტენცია რაც ეძახიან, ყოველთვის ჯობნის мотиваციას გრძელვადიან პერიოდში. გიორგი გამორჩეული იყო კიდე იმის რომ არასოდეს არ იცოდა ასე ვთქვათ ფარხმის დაყრა. შეიძლება შენ რაღაცა შეგშლო და ცხოვრებაში წაქცეულიყავი, მაგრამ ყოველთვის მაინც უნდა ამდგარიყავი და გაგიგრძელებინა. One of the tragedies, for me personally, is that Gio was the person in my long life that I most enjoyed working with. Like when we would work together, it was magic. უბრალოდ გადადგით ერთი ნაბიჯი, რომ იყოთ მეტად ადამიანურები და ადამიანს კითხეთ, რომ რითი შეგიძლია დაეხმაროთ და არა ბიზნეს ბარათი ამოიღოთ და რაღაც ჩაუდოთ სადღაც და გაყვიდეთ და ისე რომ არაფერი არ მოხდეს. ანუ ეს დამიჯერეთ, რომ დღეს და ხვალ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ აი ჩემი მაგალითს მოვიყვან, რომ 2 წელია რას აკეთებ რომ მეკითხებიან მეგობრებს ვიძენო ამბობ და ვეხმარები რითიც შემიძლია თქო და ამან გამოიღო ის რომ არა მარტო ჩემთვის ქვეყნისთვის რაღაც შედეგი გამოიღო და წელს მოკლედ დიდი იმედი მაქვს რომ ეს ჩემი მეგობრების ის კიდევ უფრო მასშტაბურ რაღაცაში გადაიზრდება. Gio has had the ability to inspire people and needs to continue to inspire people, and that's the only way we can be responsible to his legacy. He was a great person. He was a light of the world. The world is fundamentally less good than it was before Gio died. And all of us who knew him and all of us who were touched by his life need to help make the world a better place. ყველა სოფლიოში პირველში ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ გიორგის ისტორია იყოს თქმული და ის ენერგია, ის გაკვეთილი, ის პიროვნული თვისებები ისე იყოს გადმოცემული, რომ მას არ დავუკარგოთ ის სამართლიანობა, რასაც იმსახურებს ის. საბოლოო ჯამში მის ძალიან მოკლე ცხოვრებაში გაკეთა იმდენი რომ რაღაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას რო ეყოფა და ბევრი ადამიანი შეიძლება ვერ დაეციოს მას იმ ხალხში და სიკეთეში, რომელიც მან მოასწრო. ჩამადამ მკითხა 19 იანვრის მერე რომ აი შენ რომ გწოდნო და ან გიორგის რო წოდნო და რას შეცვლიდით ბოლო ერთ კვირაში და ჩემი პასუხი იყო არაფერს. ზუსტად ისე იცხოვრა და ზუსტად ისეთი დღეები გქონდა. როგორთაც თვითონ კმაყოფილი იქნებოდა. არსებობა ძალიან მარტივია. იცხოვრო ძალიან რთულია და ბევრი ადამიანი აღწევს რაღაცას კარიერაში და მე უამრავი თვითმკვლელობა, უამრავი დეპრესია, უამრავი ეს
middle life crisis და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმისთვის რისაც შენ ხარ გაჩენილი, მაგას ვერ პოულობ და არასდროს არ ეძებ და ფული ყოველთვის არის ბაი-პროდუქტი და ეს ყველაფერი. ანუ ამ სტარტაპ გრაინდის შედეგიც, რაც გიორგი თქვა, ეს არ არის, მაგისთვის არ ვაკეთებ ამას, ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ უბრალოდ იმ ღირებულებების მჯერა და ეს ყველაფერი თავისით გამოდის. ასე რომ თქვენთვის ისრუნეთ პირველ რიგში, მერე ქვეყნისთვის და მერე სამყაროსთვის და გააკეთეთ ის, რისთვისაც თქვენ ხარ მოწოდებულები და მხოლოდ თქვენ.